მე მესმის რომ ძალიან რთულ გამოწვევის წინაშე ვდგევართ და პირველ რიგში ეს ეხება მშობლებს დღევანდელი პატიმრების რომელმაც არ იციან დღეს ხვალ რა მოხდება და როგორ მოხდება და საერთოდ ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის მთლიანად რომ ჩვენ ვიცოდეთ როგორ დაუდგეთ წინ ასეთ რეჟიმს რომელმაც ეხლა უკვე გამოაჩინა თავისი ყველა ბრჭყალები და როგორ შეუძლია რომ ეცადოს რომ დაახრჩოს საზოგადოებაში ის პროტესტი რომელიც არის ძალიან ბუნებრივი, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ქართველს არ კონდეს ასეთი პროტესტი, როცა არის მცდელობა რომ ქვეყანა წაიყვანონ, დააბრუნონ იქ, საიდანაც გამოდიოდა და გამოვიდა ბოლოს და მე მგონი რომ ყველანი ვართ მზად იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიზანი ვერ შეასრულოს ქართულმა ოცნებამ. ამიტომ ამ ბრძოლის წინა პლანზე დგანან ის ადამიანები, რომლებიც არიან დღეს ციხეში, მათ შორის და მე მესმის რომ არ შეიძლება პერსონალიზაცია მხოლოდ, მაგრამ მე მგონი მაინც მზია ამაღლობელი უნდა დღეს ვახსენოთ, რადგან ის გახდა ერთგვარად სახე ამ პროტესტის და სახე ყველა იმ პატიმრების, რომლებიც დღეს ელოდებიან ზოგიერთი საზრჯელს, ელოდებიან როგორ იქნება მათი ბედი. მე მინდა პირველ რიგში ერთი არ ვიცი გადაწყვეტილება დავარქვა ამას თუ მოსაზრება. მე მგონი რომ დრო არის რომ ჩვენ ამ ადამიანებს დავარქვათ სახელი. ესენი არ არიან პოლიტიკური პატიმრები, რამე თუ არ არიან არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არ არიან ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა იმ გაგებით, როგორიც შეიძლება იყვნენ პოლიტიკური პატიმრები, ეს არის სახელმწიფო ბრძოლა და ქვეყნისთვის ეროვნული ბრძოლა. სინდისის პატიმრები ცოტა ისეთი ასევე დასახელება არის, რომელიც ბოლომდე არ ასახავს და მე მგონი რომ ძალიან სწორი სახელი იქნება რომ დავარქვათ ამათ თავისუფლებისთვის მებრძოლეები, freedom fighters. და ამითი გავიტანოთ მათი სახელი საზღვარგარეთ, სადაც მე ვაპირებ თუ დამეთანხმებით ამაში, მე ვაპირებ რომ ასე გავიტანო პირველ რიგში მიუნხენის კონფერენციაში, სადაც ვიქნები, ინტერვიუებში, რაც მექნება რამ საკმაოდ ბევრი იმ ადგილას და ამითი გავაცნო ეს ადამიანები საზღვარგარეთ, რომ გაიგონ თუ რაში არის მათი ბრძოლა. ეს არის მართლაც ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და მომავლისთვის. და ასევე ამას მე ვერ გადავწყვეტ მარტო, მაგრამ ამას შევთავაზებ იმ პოლიტიკურ პარტიების პლატფორმას და საზოგადოებრივ პლატფორმას, იცით რომ ეხლა ამ დღეებში შევქმენი რამოდენიმე პლატფორმები და მინდა შევთავაზო ის, რომ ამ ადამიანებს, ამ მებრძოლეებს დავპირდეთ, რომ როგორც კი ჩატარდება არჩევნები და იქნება ახალი ხელისუფლება, მათ დაუწესდეს შეღავათები. სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ვამბობ, რომ ამისთვის მჭირდება სხვების თანხმობა, იმიტომ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ხდება, ეს არ არის ჩემი მოგონილი, ხდება ბევრ ქვეყანაში ვეტერანებისთვის, ომების ვეტერანებისთვის. ეს არის ჩვენი დღევანდელი ომი, ქართული ოცნება, რომელიც გპირდებოდა მშვიდობას, გამოუცხადა ომი თავის მოსახლეობას და ვართ ომში. და ესენი არიან ჩვენი ხვალინდელი ვეტერანები, ახალგაზრდა ვეტერანები, მაგრამ უნდა მივხედოთ მათ და მართლაც დაუწესოთ, არ ვიცი ვის სტიპენდია, ვის შემდეგ მივცეთ პრიორიტეტი, როცა ლაპარაკი იქნება საჯარო სამსახურის შესვლა თუ დაბრუნება და ასე შემდეგ. შეიძლება ვიფიქროთ მერე რა ტიპის შეღავათები შეიძლება იყოს ესა. ეს იქნება გამოცხადება საზოგადოების მიერ
და პოლიტიკური სპექტრის მიერ, რომელიც უნდა ჩავრთოთ ცოტა უფრო, როგორ ვთქვა, კონკრეტულ პოლიტიკაში, ეს იქნება გამოცხადება სოლიდარობის, რომელიც ასევე გამოცხადება, ამაზე იყო საუბარი ახლა ეკონომისტებთან და ფინანსისტებთან და სადაც ესწრებოდნენ ბიზნესის რამოდენიმე წარმომადგენელი, ეს არის ასევე მოსაზრება, რომელიც უკავშირდება ახალ ფონდის დაარსებას, რომელიც არ იქნება რომელიმე უფრო პოლიტიკური ფიგურების მიერ მართული, მაგრამ უფრო საზოგადოებრივი და არავინ არ მინდა რომ დავაკნინო, იმიტომ ძალიან კარგი იყო ის ფონდები, რაც აქამდე შეიქმნა, მაგრამ არის მოთხოვნა საზოგადოებაში, რომ იყოს ერთი დიდი საზოგადოების ამსახველი ფონდი, რომელიც დაეხმარება ყველა ადამიანებს პატიმრების თავისუფლებისთვის მებრძოლების ოჯახებს და ასევე დაეხმარება იმ ადამიანებს, რომელიც დღეს არიან დაჯარიმებული, ხვალ იქნებიან დაჯარიმებული და ასევე ის ადამიანები, რომელსაც უნდა შევხვდეთ დღეს ცოტა მოგვიანებით, ვინც საჯარო სექტორში არიან დღეს დასჯილი და დაკარგეს თავიანთი სამსახური, იმიტომ რომ რაღაცა პროტესტი გამოხატეს. მთელი ყველა ეს კატეგორიები არიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველას უნდა გამოვუცხადოთ სოლიდარობა და ცხადი არის პირველ რიგში თქვენ და მინდა დიდი მადლობა მოვახსენო აქ მყოფ იურისტებს, რომელიც ვიცი რომ იბრძვიან დღე და ღამე იმისთვის რომ ყველას კონდეს და სოლიდარობა ალბათ ამითი უნდა დამეწყო. პირველი სოლიდარობა საზოგადოების არის სწორედ ის რომ ადამიანი გრძნობდეს რომ დაცული არის. და დაცული არიან ეს ადამიანები პირველ რიგში იმ ცხელი ხაზით, სადაც შეუძლიათ დარეკვა, როგორც კი რაღაცა ხდება, ოჯახებისთვისაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს ასეთი საშუალება და შემდეგ, რომ ეს იურისტები ადგილზე გამოცხადდებიან, არიან მათ გვერდში და არიან მათ გვერდში, როცა ინიშნება სასამართლო. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ იურისტები და დიდი მადლობა ეკა რომ დავაარსეთ და დაარსე შენ ეს ჯგუფი და არის მე ნამდვილად ეს რო არ იყოს ძალიან დაუცველი იქნებოდა ჩვენი საზოგადოება და კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ მე რომ მეც ვარ თქვენი დამცველი, თუმცა არა მაქვს მე არც ეს იურიდიული ბერკეტი, არც ჩემი პირადი ფინანსური ბერკეტი, მაგრამ მაქვს სხვა ბერკეტი და ეს არის როგორც ხშირად მithქვამს, ეს არის სიტყვა. და მე ჩავდივარ ახლა მიუნხენში ამ დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც სწორედ მინდა წარმოვადგინო ეს საკითხი თავისუფლების მებრძოლების ადამიანები და თუ რამდენად აქაური რეპრესიული სისტემა უკვე გადაიქცა რუსულ რეჟიმად და რა ფორმებით მოქმედებს იგი, მაგრამ ასევე მე მინდა გავამახვილო ყურადღება იქა იმაზე რომ სიები არ უნდა იყოს შედგენილი სანქციების სიები მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ცნობილი და ვერტიკალის ზემოთ, თავისთავად ისინი არიან პირველი მიზნები ამ სანქციების, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის რომ ყველა მიცოდეს, ყველა პოლიციელმა, რომელიც იძლევა ცრუჩვენებას, ყველა მოსამართლე, რომელიც კითხულობს თავის ტელეფონში, რა უნდა იკითხოს და რა უნდა გამოიტანოს განაჩენი. რომ ყოველი ასევე ტიტუშკა, რომელიც იქნება ამოცნობილი ან კრიმ პოლიციის წევრი, ყველა ვინც და ჩვენ ყველა ამაზე მუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტად იყვნენ სახელობით ამოცნობილი, ყველა ეს ადამიანები იქნებიან იმ სიაში, იქნებიან ჯერეთი დასჯილი პირველ რიგში საზოგადოების მიერ, როცა მათი ვინაობა იქნება ყველასთვის ცნობილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ თუ საზოგადოება არსებობს, შენ გინდა რომ იმ საზოგადოებაში დღეს თუ არა ხვალ იარსებო იცხოვრო და ეს
თქვათ ნიშანი რაც დაგედება ის შავი წერტილი შეიძლება მთელი ცხოვრება ატარო ეს ნიშანი მაგრამ ასევე სანქციების სია უნდა გაიზარდოს და ყველამ იცოდეს რომ არავინ არ დარჩება დაუსჯელი როცა მიდის თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ და მზად არის იმისთვის რომ თვითონ ჩაიდინოს ასეთი დანაშაული ეს იყო ჩემი თქვენთვის სათქმელი დღეს ძალიან დიდი მადლობა კიდევ